ჩემი პირადად როგორც მარკეტინგის მენეჯერის საყვარელი ერთ-ერთი კამპანია არის გამორჩეული ის, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებათ, რომ დამუხტონ ეს ტელეფონი, მაგ ადგილებს, როცა უცხადებთ მხარდაჭერას და ესეთი ადგილები არის ფესტივალები, კლუბები, ბარები და ასე შემდეგ და ყველას გქონია ალბათ ის პრობლემა, რომ იმდენად მიჯაჭულები ვართ დღეს ყველა ტელეფონებზე, რომ ტაქსის გამოძახება გინდა, გადახდა გინდა, მეგობარს მიწერო თუ ნებისმიერ კომუნიკაციაში უკვე ტელეფონი არის ჩვენთვის ესეთი მთავარი აქსესუარი და როცა ტელეფონი გვიჯდება, ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად შუა საუკუნეებში შეიძლება უცებ იგრძნოთ თავი, იმიტომ რომ რჩები იყო გადახდების გარეშე, მეგობრების გარეშე და ამიტომ ეს პრობლემა რომ დავინახეთ, ჩვენი გამოცდილებით გადავწყვეტეთ, რომ ფესტივალებისთვის, კლუბებისთვის გაგვეწია მხარდაჭერა და ძალიან კაი შედეგი გამოიღო. პირველ რიგში გამოიღო იმისთვის კარგი შედეგი, რომ ანუ შეუყვარდით ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე რთულ მომენტში აღმოჩნდით მათ გვერდით. და პირადად მაქვს ის ემოციები მოსმენილი ფესტივალზე მყოფი ადამიანებისგან, რომ რო დაინახეს, რომ ტენეს დამტენი იდგა და მივიდნენ და დამუხტეს ტელეფონი, ანუ პირადად მაქვს მოსმენილი მათი ფიდბექი, რომ რო იგრძნეს ჩვენგან გვერდში დგომა, როგორი გახარებულები იყვნენ და რომ რაღაცნაირი სიახლე იყო მათთვის ეგ. და დიდი ფესტივალები რაც ტარდება ჩვენთან და გვაქვს ხოლმე დამტენი აპარატები გვაქვს სპეციალური გაკეთებული. თან პლეისმენტიც არის, რეკლამაც არის კომპანიის. სრულად უფასოდ ვაკეთებდით ამას, სანამ ყოფნიდა ხოლმე რესურსი. ხანდახან თუ რაღაც დიდ მასშტაბებზე არის, ამ შემთხვევაში რაღაც ბენეფიტის მონეტიზაციის სანაცვლოდ ვაკეთებთ ხოლმე. თუ ამას დაემატა მე ის, რომ ამ ფესტივალებზე, ამ კლუბებში დავდგით მწვანე ყუთები პლასმასის შესაგროვებელი, იმიტომ რომ ბევრი ბოთლი მოიხმარება და რაღაცნაირად წარმატებული კოლაბორაციები გამოგვივიდა ქართულ ფესტივალებთან და საკლუბო სივრცეებთან.